მოგესალმებით და ვნახოთ რისი თქმა სურს პარტნიორს, მაგრამ ვერ გეუბნებათ. რისი თქმა სურს პარტნიორს, მაგრამ ვერ გეუბნებათ. ვინ ხართ თქვენ პირველ რიგში, რომ მიხვდეთ თქვენია თუ არა გაშლა? თქვენ ხართ ადამიანი თვითკმარი, საკმაოდ წარმატებული, საკმაოდ ენერგიული ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველაფერში დებს ძალიან დიდ რესურსს და შესაბამისად იღებს კიდევაც შედეგს, ხო? ეხლა შეიძლება ეს განსაკუთრებულად გადართული ხართ სამუშაოზე, საქმიანობაზე, კარიერაზე, ხო? ადამიანი, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ ბევრი გამოვიარეთ, ბევრი ვისწავლეთ და აი ამ ჩვენ გამოცდილებაზე და ამ ჩვენს ნაბიჯებზე ცხოვრებას ვიწყებთ ახლიდან, ოღონდ ეს ახლიდან დაწყება არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც ყველაფერი დავასრულოთ, უბრალოდ აი ეს გამოცდილებები, რომელიც გვაქვს, ვიყენებთ, ხომ? ადამიანი, რომელიც ახლა ამ ეტაპზე შესაძლებელი არჩევანის წინაშეც იდგეს და ეს არჩევანი შეიძლება იყოს ხო, პირათან დაკავშირებით და ნახეთ როგორი მომენტი არის არჩევანი იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენთვის რამდენად სასურველი მდგომარეობაა, ხო? ანუ თუ უკვე რაღაცა მიხვედით ზღვრამდე ურთიერთობის და სხვა ეტაპზეა გადასასვლელი ურთიერთობა, თქვენ რამდენად გაწყობთ ის მდგომარეობა, როგორც არის, ხო? ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად ვიტყოდი, რომ თავიდან იწყებს, აი რაღაცა ახალ ეტაპს იწყებთ ახლა ამ ეტაპზე თითქოს ესე მიჩვენებს. ნუ ყოველ შემთხვევაში შესაძლებელია დაიწყოთ. რისი თქმა უნდა და ვერ გეუბნებათ. რომ მას შეიძლება ჰქონდეს ძალიან მატერიალური პრობლემები, მას ჰქონდეს ემოციური პრობლემებიც და ვერ ახერხებდეს ამ ყველაფრის თქმას, ხო? რისი თქმა სურს და ვერ ამბობს. თქვენს მიმართ აქვს გრძნობები, აქვს ემოციები, მაგრამ ვერ იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობებს, რადგან მას არ აქვს შესაძლებლობები, რომლითაც თქვათ უზრუნველყოს თქვენს მომავალს. ხო, ხა, როდესაც ადამიანი ცხრიან პენტაკლებშია და წარმატებულია და კარიერულად იზრდება და რესურსული ადამიანია, ხუთიან პენტაკლები ნამდვილად ვერ შეძლებს ესე რომ ვთქვათ, ამ გაუწიოს სათანადო აქვს თქვენს მიმართ ემოციები, თქვენ ხართ მისთვის ეიფორია, სილაღე, მაგრამ მას ძალიან ეშინია პასუხისმგებლობების აღება, თუმცა ემოციები ნამდვილად აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ.